2025 წლის დადგომას თბილისი მასშტაბური დღესასწაულით ხვდება. საახალწლო სოფელი ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღსა და იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეიდან გაიხსნა. გასართობი აქტივობების ჩამონათვალი ვრცელია. დედაქალაქის სტუმრებს საახალწლო სოფელში დახვდებათ სამეწარმეო და გასტრონომიული მარკეტები. გამოფენა გაყიდვა, თბილისის საშობაო ბაზარი, საბავშვო თემატური სივრცეები, საშობაო მატარებელი კინოთეატრი, ატრაქციონების პარკი, გიგანტური საციგურაო ყინულის მოედანი, თემატური დეკორაციები და ინსტალაციები. დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით ყოველდღიურად 12 საათიდან გვიან საღამომდე იქნება სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობები აქ მოსულ ადამიანებს. რა თქმა უნდა და პატარას პირველ რიგში დახვდებათ სანტა დედაენის ბაღში თავის დამხმარე ელფებთან ერთად. ასევე იქნება ვორქშოპი, რომელიც ძალიან პოპულარული ადგილია, ატრაქციონების პარკი, ყინულის მოედანი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც წელს 4-ჯერ უფრო მასშტაბურია ვიდრე წინა წლებში. რა თქმა უნდა, გასტრონომიული სივრცე, მეწარმეები, საშობაო ბაზარი, წლევანდელი სიახლე არის ძირითადად ორი ორბელიანის მოედანზე. ეს არის ღია კინოთეატრი, რომელიც ძალიან მყუდროდ არის მოწყობილი და რა თქმა უნდა საახალწლო პროგრამა იქნება ნაჩვენები დღის განმავლობაში და საშობაო ექსპრესი, რომლის ვაგონებიც არაჩვეულებრივ ზღაპრულ სანახაობას პირდება პატარებს. გარდა აქტივობებისა, რა თქმა უნდა, სოფლის განუყოფელი ნაწილი არის მუსიკალური პროგრამა. დღის განმავლობაში იქნება საბავშვო პროგრამა სამივე სცენაზე წარმოდგენილი, ხოლო დღის მეორე ნახევარში იქნება ქართველი არტისტების კონცერტები, ხოლო დღის ბოლოს ელექტრონული მუსიკა. ყოველდღიურად დღეიდან 7 იანვრის ჩათვლით. ასე რომ ველოდებით ყველას, რომ ერთად ავიმაღლოთ საახალწლო განწყობა. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს საქართველოში წარმოებული თავშალები, ასევე გვაქვს ქურთრუკები. მესამე წელია მონაწილეობას ვიღებ საშობაო ბაზრობაზე და ძალიან მოხარული ვართ, რომ წელსაც მოგვეცა ამის საშუალება. ეხა პირველად ვართ ჯერ და ცუდი არ არის. თბილისის გარდა საახალწლო ღონისძიებები ახალი წლის დღეები საქართველოში ქვეყნის 63 ქალაქში და დაბა ბაკურიანშიც დღეიდან გაიხსნა. ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყო საშობაო ბაზრობები, გამოფენა გაყიდვები, საბავშვო გასართობის სივრცეები. რამდენიმე მუნიციპალიტეტში ერთდროულად საზეიმო დაინთო მთავარი ნაძვისხე. მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩევა ქუთაისი. ცენტრალურ მოედანზე მოწყობილია ჯიხურები, საბავშვო სივრცეები და ინსტალაციები. ადგილობრივები, რომლებიც ღონისძიებას ბავშვებთან ერთად ესწრებიან, ამბობენ, რომ პატარებისთვის ახალი წლის წართმევის უფლება არავის აქვს. ტრადიციულად ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ავანთებთ ქალაქის მთავარ ნაძვისხეს. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციით დღეს მოწყობილი არის მოედანზე ბავშვთა გასართობის სივრცეები, გამოსული არიან მეწარმეები და ვეპატიჟებით ჩვენ თანამოქალაქეებს, თავიანთ ბავშვებთან, შვილიშვილებთან ერთად მოვიდნენ და ტრადიციულად შეხვდნენ ახალი წლის ლამაზ დღეებს. ახალი წლის მოახლოება ყველა ჩვენგანისათვის უდიდესი სიხარულია, განსაკუთრებით ბავშვებისათვის. ბავშვებს არ უნდა წავართვათ ახალი წელი. ღმერთმა სრულიად საქართველო ბედნიერი ამყოფოს, ყველა მოიყვანოს გონებაზე. დედასთან ერთად მოვედი ჩემ დაიკოსა და კიდე ჩემ მეგობართან ნიტასთან. აი განწყობა არის და თავის ბაბუის საჩუქარიც ავიღე. ჩემმა დამაც აიყო. საახალწლო ღონისძიებები დაწყებულია ოზურგეთშიც. ახალი წლის დღეების ფარგლებში მთავარ მოედანზე საშობაო ბაზრობა მოეწყო. განთავსდა გასართობის სივრცეები ბავშვებისთვის. დღესვე საზეიმო ვითარებაში საპატიო ოზურგეთელები დაჯილდოვდებიან და ჩატარდება დედაქალაქიდან მოწვეული მუსიკოსების კონცერტი. დღეს მე ვესწრები საბავშვო კონცერტ. ჩემთვის და ბავშვებისთვის არის ძალიან კარგი გასართობი. მოუთმენლად ველოდები ნაძვისხის ანთებას და კონცერტს და გილოცავთ დამდეგს. ყველას მინდა მივილოცო დამდეგი ახალი წელი, ძალიან კარგი განწყობაა, ძალიან ერთობა და ხალისოს ბავშვები, რაც მთავარია და მე ძალიან მიხარია. გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს, ძალიან იდეალურ განწყობაზე ვარ, დღეს წარმოდგენილი გვაქვს. ჩემი და ჩემი დედიკოს ხელით დამზადებული, ქართული თხილი დამზადებული ჩურჩხელა. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ყველას ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებ. დიდი ზეიმია ნინო წმინდის მუნიციპალიტეტშიც. სპეციალურად შექმნილ სივრცეებში წარმოდგენილია ადგილობრივი ნაწარმი. მოწყობილია სასურსათე სტენდები. ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები ზრუნავენ. იმართება სახალისო ქიმიური ექსპერიმენტები. საღამოს კი ცნობილი მომღერლების გალა კონცერტი დააგვირგვინებს. ტრადიციულად დღეს როგორც ყოველ წელს უკვე მეოთხე წელია ნინო წმინდაში დაგეგმილია საახალწლო ღონისძიება.
რომელიც ორგანიზებულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ და მუნიციპალიტეტის ორგანიზებით. ამ წუთას ვიმყოფებით აიოს ქართლოს პარკში, სადაც დაწყებულია ღონისძიება. რა თქმა უნდა, სივრცეა შედგენილი ისეთი, რომ როგორც პატარების, ასევე დასრულებისთვის არის საინტერესო პროგრამა. ყველას გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. დღეს ნინოწმინდაში ჩატარდა ღონისძიება, სახალხო ღონისძიება. არიან ჩამოსულები ანიმატორები, ასევე არის ზუკა ხუციშვილი და მისი ბენდი და მოკლედ ძალიან კარგად ერთობა ყველა. საზეიმო განწყობა სუფევს ლანჩხუთშიც. ლანჩხუთის მერიის ჩართულობით ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ღონისძიებები მიმდინარეობს. ღონისძიებაზე წარმოდგენილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობის სივრცეები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა. საზეიმო განწყობაა დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ლანჩხუთში ჩვენს ქალაქში დღეს იმართება საახალწლო ღონისძიებები. მთელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, დატვირთულია სხვადასხვა საბავშვო ღონისძიებებით, ასევე ადგილზე გვეყოლება სანტა, რომლებიც ბავშვებს დაასაჩუქრებს სხვადასხვა საჩუქრებით. მიხარია რომ აქტიურად ვარ დღევანდელ ღონისძიებაში ჩართული. მადლობა ამისთვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს. გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს, პირველ რიგში მშვიდობას გისურვებთ და მადლობა დღევანდელი დღის გალამაზებისთვის. საინტერესო აქტივობებია სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონშიც. პირველ ღონისძიებას დღეს მესტიამ უმასპინძლა. მესტიაში მოწყობილია სხვადასხვა დეკორაციები. ტერიტორიაზე განთავსებულია ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები. ადგილობრივების განწყობაზე დღეს ჯგუფი რეგიონი იზრუნებს. წელს წინა საახალწლო ღონისძიებები სვანეთიდან იწყება. განწყობა არის შესანიშნავი. მუნიციპალიტეტი როგორც ყოველთვის აქტიურად უჭერს მხარს და ჩართულია ყველა დეტალში ამ ღონისძიების. ველოდებით ძალიან ბევრ დამცველებს. ასევე მინდა დავპატიჟო სვანეთში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, დედაქალაქიდანაც მოსახლეობა არის მშვენიერი სათხილამურო კურორტი. ძალიან მოგწონს ულამაზესი ამართლა ხავრები და ყველას გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. მეტნიერი და უხვი ახალი წელი გქონდეს მთელ საქართველოს. საახალწლო ღონისძიება ახალი წლის დღეები მიმდინარეობს ბოლნისშიც. მერიის მიმდებარედ განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღების სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივების ნაწარმის გამოფენა გაიმართა. წელს 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თითქმის მთელს ტერიტორიაზე 63 მუნიციპალიტეტში ტარდება საახალწლო დღეები. დღის განმავლობაში საშობაო ბაზრობებია, უამრავი სხვა აქტივობები. დღეს ძალიან ბედნიერები ვართ, პატარასთან ერთად გამოვედი, პატარები ძალიან ხარობენ და ყოველს გილოცავთ დამდეგშობა ახალ წელს. საახალწლო ღონისძიებები ახალი წლის დღეები საქართველოში მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება. საზეიმო ღონისძიებები რეგიონების მასშტაბით 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დედაქალაქში კი საახალწლო სოფელი 7 იანვრის ჩათვლით იფუნქციონირებს.